აბა შუადღე მშვიდობი. აბა იყოს შენი დაბრუნება. კი ბატონო. ევროპის ქვეყნებიდან. კარგია პარასკევი ჩვენს ეთერში, იმიტომ რომ ბევრი ფერადი და ესეთი ჯანსაღი პროდუქტი გვაქვს სამზარეულოში ჩვენს დახზე და აუცილებლად ცილასთან ერთად უნდა მივიღოთ ბევრი ბოსტნეული და ხილსაც ვამატებთ კერძებში, როგორც უკვე ვიცით და მაყურებელმაც არაერთხელ იხილა ჩვენი საინტერესო კერძები ხილთან ერთად. ეს ყველაფერი რაც წარმოდგენილი გვაქვს, უნდა მოვამზადოთ ამ პროდუქტებით კერძები, ხო? კი ბატონო, პირველ რიგში დავიწყე წუნიანისთვის ნივრისა და ხახვის მოთუშვა და გეტყვით რომ ესე ნახეთ რაღაცნაირად სეზონი მოგვიახლოვდა აგარაკების, ხო, ეს რაღაცა გრილი, ბარბეკიუ, მწვადი და ასე შემდეგ, ძალიან აქტუალურია ზაფხულის პერიოდში და ნუ რა თქმა უნდა ძალიან სასარგებლოც არის ამ ყველაფერთან ერთად და ამიტომ დღეს გვაქვს ესეთი იდეა რომ მოვამზადოთ უმარტივესი სოსისებისა და ესეთ ზეხვეულების მწვადი, რომელიც არის ძალიან სწრაფად და მარტივად და ესეთი მოსახერხებელია მოსამზადებლად. ვფიქრობ, ბავშვებსაც ძალიან მოეწონება, ამ ყველაფერს გავაკეთებთ ასეთ ხის ჭხირებზე და ავაცვავთ ბოსტნეულთან ერთად. ამისთვის შევარჩევთ ნებისმიერ პრინციპში, თუმცა ძალიან მომწონს, აქ მაქვს ესეთი ერთი პიცა ქვია ამ სარდელს, რომელიც არის ყველით. შიგნით და ძალიან უხდება აი ამ ყველაფერს, რასაც მე ჭხირზე ავაცვევთ და ამისთვის კი მხოლოდ და მხოლოდ დაგჭირდება ის, რომ დავჭრათ ბოსტნეული და სოსისი ერთნაირი ფორმით და ავაცვათ, შემდეგ გავუშვათ აეროგრილში, მაგრამ დღეს მარტო ვერ ვიფუსფუსებ სამზარეულოში, იმიტომ რომ ასევე გვაქვს გეგმაში რომ მოვამზადოთ ჰოთ-დოგები, რომელიც ლაშა შენ უნდა გადმოგაბარო, იმიტომ რომ ჰოთ-დოგები? კი, აუცილებლად შემდეგ ჩართვაში გავაგრძელებთ უკვე ჰოთ-დოგების მომზადებით, თუმცა მე მანამდე აქ ნახე კარტოფილს ვხარშავ, რომელშიც დავამატებ შემდეგ უკვე მოთუშულ ხახვის, ნიორს, ტომატ პასტასთან ერთად და გამოვიყენებ ქილის ლობიოს, რომელიც ძალიან უხდება მსგავს წუნიანებს და რა თქმა უნდა ამ ყველაფერთან ერთად მოვშუშავ ძეხვეულიდან შევარჩევ შესაბამის ძეხვს და ამას დავამატებ წუნიანში და ძალიან გემრიელი წუნიანი გამოგვივა. წუნიანი გვაქვს, ძეხვეულით მომზადებული გემრიელობები და სხვა შორის ეს ჭხირები ძალიან უყვართ ხოლმე პატარებს. მარტივია რომ ეს პროდუქტები მოათავსო მას, რომელიც შეიძლება ისე ძალიან არ უყვართ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ფორმატი კერძთან ურთიერთობის ძალიან ხიბლავთ ხოლმე და ესე იგი ჯანსაღიც გვექნება, ხორციც გვექნება და ლობიოც ცილის სახით. კი ბატონო და თან იცით რას გავაკეთებთ, რომ ამ ბოსტნეულს ახლა ისე რომ დავჭრი სასურველი ფორმით, ხო? მოვათავსებ ამ ჯამში, მოვასხამ ცოტა ზეითუნისზეც, მარილს, პილპილს და შემდეგ დავიწყებ აცმას და უბრალოდ სანამ მომენტი გვაქვს, ესე გაჩვენებ დაახლოებით როგორ იქნება ეს ყველაფერი უკვე მზად აეროგრილში გასაშვებად, თუმცა თუ ამას გარეთ ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ცეცხლზე და ნახშირზე უფრო. ნაკვერცხალზე, ამ ხის შამპურებს ვერ გამოიყენებ, შესაბამისად რკინის შამპურები და მოცულობა შეიძლება ესე გავაგრძელებთ, ესე ავაწყობთ და მივიღებთ ძალიან სწრაფად მოსამზადებელ მარტივ მწვადს, რომელიც ვფიქრობ ამ სეზონის აუცილებელი პროდუქტია და თან ძალიან სწრაფად შეგვიძლია თან გავიყოლოთ, როდესაც მივდივართ აგარაკზე და დილიდან ხორცის მომზადება არ გვჭირდება. ნიკონა გვანებიურებს ხოლმე ესეთი საინტერესო ხრიკებით მუდამ. ესეთი ძალიან გემრიელი. თან ამას აქვს ყველი. და თან დღეს ჩვენთან სტუდიაში არის გუდვილის წარმოების პრემიალური ხარისხის ძეხვეული. აღსანიშნავია, რომ გუდვილის ძეხვსა და სოსისში ხორცის მაღალი შემცველობაა, კერძოდ 80%. და რაც მთავარია, დამზადებულია ნატურალურ გარსაცმში, კონსერვანტების გარეშე. ჩვენ სამზარეულოში წარმოდგენილია სხვადასხვა გემოებით, როგორებიცაა კუპატი, კარამელიზირებული ხახვით, რძიანი სოსისი, საქონლის ხორცით გვაქვს ასევე ეს რძიანი სოსისი, ძეხვი გვაქვს ყველით, ძეხვი პეპერონი და ეს ძეხვი, რომელიც ყველით ვახსენეთ, ესეთი სარდელი, ეს არის პიცა, ამას ქვია და მართლა პიცის გემოები აქვს და კი. რაოფეროვანი როგორც მივხვდი, აი ამას უმალე გავიგებ. კი, ანუ ნახე ის შიგნითაც ეთყობა ცოტა წიწაკაცა აქვს და ჩაადნება ზედ ეს ყველაფერი.
ეხლა შენ რაც აი რა კომბინაციას გააკეთე, ეს ანუ კანონი არა, რა თქმა უნდა, მაგრამ შენი გემოვნებით გააკეთე, შეიძლება რომ კიდე რაღაცა პროდუქტები დაემატოს. აბსოლუტურად. არა, უბრალოდ მაინტერესებს. აბსოლუტურად. ნახე, მე ჩავჭრით სუკინის, პომიდორს, გამოვიყენებ ბულგარულსაც, გამოვიყენებ სოკოს და გამოვიყენებ ხახუსაც. და დანარჩენი ხა თქვენი გემოვნების ამბავია, შეგვიძლია ბადრიჯანი დავამატოთ, შეგიძლია ის ხო ყაბაყია. კი. ანუ ის კი. ხო შევილება რომ ჩაანაცვლო რაღაც, არა, ანუ გემოს და არომატზე. კი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ბადრიჯანი შეგვიძლია დავამატოთ. კარგი, ლაშას ყაბაყით, მაშინ ბადრიჯნიც ჩაბანაცვლოთ. კარგი. დღის ბოლომდე კმაყოფილი იყო. საერთოდ შეგვიძლია არც არაფერი არ გაუკეთოთ, სოკო შეგვიძლია გაუკეთოთ, ან მხოლოდ პომიდორი შეგვიძლია გაუკეთოთ ხავთან ერთად. შეგვიძლია მთლიანად ხო სოსისი, მაგრამ ნუ რა ვქნა, საფულს ძალიან უხდება ესეთი ბარბეკიუ სტილის კერძები. ლიკუნა, როგორი ამინდი იყო პარიზში, გითხარი? ვაიმე, არ მკითხო. მე მხომარ შეგაწუხარ. გავსი სიცხე არსად არ მიგრძნია მართლა ცხოვრებაში. მსგავსი სიცხე და თან ამ ყველაფერთან ერთად ისინი არ არიან შეჩვეულები ესეთ ტემპერატურას და შესაბამისად არ არიან მომზადებულები, არსად არ არის კონდიცირება. და არის ტრანსპორტში? არა. არც სხვადასხვა შესანიშნავ ადგილებში. არა, ნუ მუზეუმებში ამას ფიზიკურადაც ვერ გაწუდება. იმდენა ისეთი სიცხე იყო, რომ არ ვიცი, ვერ აგიხსენებ. და საღამოს უფრო ცხელა. ხო, ორ უკიდურესობაში იყო ესე გამოვიდა. ლიკუნა იქ მაგარი სიცხე იყო და იქიდან სამშობლოში დაბრუნდა და აქ თოვლიდა. აქ შესწია. კიდევ ერთხელ შევადღე მშვიდობის ამასობაში ჩვენ ხის პატარა ხირებზე წამოვაცვით სარდელები, სოსისები და მე მგონი უკვე მზადყოფნაში გვაქვს ხო ყველაფერი. კი ბატონო, გრილში გასაშვებად. ბოსტნეული, რომელიც დავჭერით მოვასხით ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი, ისე თქვა, შევკმაზეთ და უკვე შემდეგ დავიწყეთ სასურველი პროდუქტების ესე აწყობა, გავუშვით ამას გრილში. ჯამში აი ეს აეროგრილი, იმიტომ არის ფანტასტიკური, რომ 20 წუთში აი ესეთ პროდუქტს ვიღებთ, არის უგემრიელესი და ძალიან არომატული, რადგანაც ძალიან ისეთ გამორჩეული გემოები შევარჩიე ამ შემთხვევაში ჩვენი მწვადისთვის. აქვე ლაშა შემომიერთდა, რომელიც მოგვიმზადებს სად არის ლაშა? ხო. და სხვადასხვა სოუსებით ლაშა შენთვის ამ შემთხვევაში რძიანი საქონლის სოსისი მოვხარშე. ხო. და აქ ჩვენი წვნიანი იხარს უკვე დუხს კარტოფილთან ერთად და ხახვი და ნიორი მოვთუშეთ სტაფილოსთან ერთად, ტომატ პასტასთან ერთად და ნახე ეს ცოტა შევბრაწე სხვადასხვა ძეხუეული მისთვის ხედავ როგორი არომატია. იმიტომ რომ აი უფრო გაძლიერებული იყო ამ ყველაფრის გემოები და გავხსენი. ლაშა ხოთ-დოგები უნდა გააკეთო. ხო, ხოთ-დოგები უნდა გავაკეთო. ხო. კი, ახლავე დავიწყოთ და გავხსენი ესეთი ძალიან მარტივად მოსამზადებელი. უკვე ნახევრად მზა პროდუქტი, რაც არის ლობიო და ძალიან გემრიელი და არომატული ლობიოს წვნიანიც უკვე გზად იქნება. და რამდენ გემრიელ კერძს ვაკეთებთ. კარგი, თქვენ განაგრძეთ ფუსფუსი და თან ალბათ უპრიანი იქნება თუ ვისაუბრებთ იმ კინოსურათებზე, რომელიც შეგვიძლია რომ ზაფხულის ცხელ დღეებში თავისუფალ რეჟიმში ვნახოთ და თვალი ვატევნოთ. ჰოთ-დოგზე მხოლოდ. ისე დავამზადე 5 ცალი უცებ ვიტყვი, გამოვიყენე მდოგვი აბსოლუტურად ყველა ჰოთ-დოგში ერთადერთი ცვლილება არის პირველი ორი ლიკუნა არ ვიცი მეთანხმები თუ არა არის დოგვი და ბარბეკიუ соуსი, გადასარევია. ორი არის მდოგვი ასევე ოღონდ კეჩუპთან ერთად და ბოლო რომელიც ჩემთვის გამომზადე არის სამი соуსი. გადასარევია. უშევარი რომ დავრჩები, მივიღე გადაწყვეტილება რომ დავიწყო ახალი ბიზნესი ჰოთ-დოგები ლაშასგან. სუპერ, ლაშა ძალიან მომწონს გადასარევია. კარგად გამოიყურე. მოწონის სიმაღლეზე ხარ, ესე იგი რჩევებმა გარგო, შეს რჩევებმა და რეკომენდაციებმა. ერთადერთი მოწოდების სიმაღლეზე არიან და უკვე მზადყოფნაში რომ დავიწყოთ დეგუსტაციის ნაწილი და კარგერც უხდება რა თუ არა კარგი წვენი. აგეთ შეგვიძლია რომ კაპი დავაგემოვნოთ ჩვენი კერძების პარალელურად გადასარევი. ჩვენს წვნიანს, რომელიც არის სხვადასხვა ძეხვეულით, ვფიქრობ, რომ ძალიან მოუხდება ჟავე კომპოსტო თეთრი და შესაბამისად პირდაპირ წვნიანში შევურიეთ, აქ გვაქვს ესეთი დაფა მზად და ასევე აეროგრილი, იმიტომაც გვაქვს ესეთი მოსახერხებელი ორდონიანია და ორივე დონეზე ერთდროულად ხდება ჩვენი კერძების მზადება და ამიტომ ნახეთ მეორე
ულუფაც უკვე ხო დაგაწიეთ და ესეც მზად არის, რომელიც გამოიყურება არაჩვეულებრივად. მინდა აღვნიშნო, რომ არის ყველით ზოგი არის ისეთი უფრო პიკანტური, ზოგი არის პეპერონი, ცოტა ცხარე და მოკლედ ყველანაირი ასორტი არის, მოკლედ ესე ვთქვათ. ჩვენი მწვადი, რაც ძალიან მოსახერხებელია აგარაკზე, რომ მიდიხარ თან გაიყოლებ და ძალიან მარტივია, რომ აი ამ ჭხირებზე მოვამზადოთ, წამოვაცვათ სარდელები, ბოსტნეული და ესეთი მრავალფეროვანი გემოები მივიღოთ. სად გაგონივა ამ კერძების დესერტის გარეშე, ხო, კოფის ჟელატო? კი, ნამდვილი იტალიური ნაყინი ექსკლუზიურად გუდვილშია და თან სხვათა შორის არჩევანში არის გლუტენის გარეშეც, ვისაც აქვს აუტანლობად მათთვის. ეს არის შოკოლადით და თხილით, კი. ჩემი საყვარელი კომბინაცია. და არის სტრაჩატელასი, ჩემი საყვარელი. ეს არის გადასარევი. ეს არის ძალიან ნახე პატარა ჭიქებშია და ძალიან მოსახერხებელია. ესეთია. ფისტის და სტრაჩატელასი, ხო, აი. თუ შეიძლება, დიდი მადლობა. თავის კოლექციის მოყვება შიგნით როგორც კი. სტრაჩატელა არის იტალიური ყველი, უგემრიელესი და აი ეს არის ისეთ ნაღების ძალიან გემრიელი ნაყინი. გამიხსენი ლაშა. რო დავამთავროთ და მერე? თან დავამთავროთ. თან დავამთავროთ. ესე იგი თაკო აქედან რომელს აარჩევ, რომელ მწვადს? რომელ მწვადს? მე მიყვარს ყაბაყი. აი კოზი აქ არის თავსახურის. მოკლედ გავეით ბოლოში საოცარი დასასრული გვაქვს ლიკუნას დიდი მადლობა. მადლობა. დასასრული ლაშათვის არის ნამდვილ. თქვენ ყველას ერთად მთელი კვირის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყავით და გვიყურებდით, წერდით Facebook-ზე და ასე შემდეგ და გემშვიდობებით ორშაბათამდე. ორშაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს. კარგად დაისვენეთ და განიტვირთეთ შაბათ კვირას.